მოგესალმებით გადაცემა არძონიდან. მე ვიტი კლაური და მუხი გულაშვილი. დღეს გაგაცნოთ კვირის კულტურულ სიახლეებს. სარაევოს 19 კინოფესტივალზე ნანა ექვთიმიშვილისა და სვიმო გროსის ფილმმა გრძელი ნათელი დღეების 3 მთავარი პრიზი მიიღო. საუკეთესო ფილმისთვის პრიზი სარაევოს გული და ფულადი ჯილდო 16,000 ევროს ოდენობით. საუკეთესო როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ გრძელი ნათელი დღეების მთავარი შემსრულებლები, ახალგაზრდა მსახიობები ლიკა ბაბულანი და მარიამ ბოგერია. მათ გადაეცათ ფულადი პრიზი 2,500 ევროს ოდენობით და სარაევოს გული. ფილმს მიენიჭა არტჰაუსის საერთაშორისო კინოთეატრების გაერთიანების CKS ჯილდო. როგორ ფიქრობ, ადამიანი ეგეთ რაღაცას რო გაჩვენებს, რას უნდა ნიშნავდეს? მე მგონია რომ აქტივს მართლა უყვარ ხარ. მე ეგრე ვფიქრობ. და უნდა რომ ძლიერი იყო. უი, ბოდი, ძალიან ხო არ გეტკინა? ფრთხილად იყავი, იქით არ გეტკინოს რამე, გაიგე? და არავინ არ გაგჩაგდოს. აუ, ეხა მე რა? ახლავე დატოვე კლასი. სარიძის ბრალს რა ყოფილა? სარიძე მოიცა ჩვენს და გველოდე ჩვენს მოდიო. შენ და ქალი ვარ თუ ვიღაც შენი სკოლელი? ეგრე არ მეგულისხმია. არა, ყველაფერი გასაგები, აწი შენ საქმეში აღარ ჩავერევი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ქალაქ ედინბურგში საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს რვასვაბაშტის მუსიკისა და დრამის თეატრის მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრისა და თეატრი ათონელის სპექტაკლები წარსდგა. უცხოელმა მაყურებელმა იხილა სპექტაკლები. კაბა რეჟისორი ჰილარი ვუდი, ჩემი თაობის ავტორპორტრეტი რეჟისორი ნანა კვასაძე, მელოტი მომღერალი ქალი, რეჟისორი ზურაბ გეწადე, შუა ზაფხულის ღამის სიზმარი, რეჟისორი დავით დოიაშვილი და დილამშვიდობისა 100 დოლარიანო, რეჟისორი ქეთი დოლიძე. ფესტივალი ოფიციალურად 25 აგვისტოს დასრულდა. ბათუმის საოცრებათა პარკში სამთვლიანი მუსიკალური ფესტივალი ბათუმის 60-2013 ჩატარდა. ძლიერი წვიმის გამო ბოლო დღეს დაგეგმილი პროგრამა ჩაიშალა, რომელიც ორგანიზატორებმა სექტემბრის თვეში თბილისში გადაიტანეს. ბათუმის სამერსად ფესტივალი 2013 22 აგვისტო ფესტივალის გახსნა ლეიდბექი ბეტოკო 23 აგვისტო sleep party people max cooper 24 აგვისტო ფესტივალის დახურვა ფეითლესი ბილეთები იყიდება თბილისი ფილარმონიის სალაროები ბათუმი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები და ბილეთები ჯიზე ფესტივალის ექსკლუზიური მედია პარტნიორები რუსთავი 2 ფორტუნა პლუსი აგვისტოს საფრანგეთში სენტრ-რობერტის სააბატოში ჯუზეპე ვერდის რეკვიემი შესრულდა, სადაც სხვა ცნობილ საოპერო მომღერლებთან ერთად ქართველი მეცო-სოპრანო ნონა ჯავახიძე მონაწილეობდა. Arstodia.com-მა ჩაატარა ბათუმის Street Art ფესტივალი, სადაც 9 პარიზელი და 6 ქართველი იღებდა მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ბათუმში თრამთაუერისა და ამბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდა ფრანგი და ქართველი მხატვრების მიერ სარეკლამო ბილბორდები, მოიხატა კედლები და სტენდები, შეიქმნა ნამუშევრები ბათუმისთვის. 27 აგვისტოს ქალაქ კიევში მხატვრული წარმარჯვეშის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაში მონაწილეობა ოთუნებსა მიიღო. მან უშვენიერესი ტანმოვარჯიშე ანა ბესონოვას დრო სიმღერა, ტრანსლაცია 58 ქვეყანაში მიმდინარეობდა. Kochania, kochania, z wieczora do rania, jak słoneczko zejdę, jak słoneczko zejdę. Kochania wyjdzie, jak słoneczko zejdę, jak słoneczko zejdę. 24-დან 29 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ბათუმში გაიმართა
ცნობილი მევიოლინე ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები.